გავრილოვი რო ჩასვეს, მე ვთქვი რომ ზვიადის სავარძელში ჩასვეს თქვა და დინარაც გამოვიდა ტელევიზორში და თქვა რომ ის ზვიადის სავარძელი კი არ იყო, ეს სხვა სავარძელი იყო. ეხა ვიყიდე. ანუ მე ფასეულობას ველაპარაკები, ისინი ავეჯით პასუხობენ. გესმის რა ხდება? და რა გინდა შენ მეუნები რომ არაა ჩრდილოეთ კორეა ესო? მე რაზე ვლაპარაკობ? ესე ავეჯი დამithვალე, მაგი ბიჭო გონია ის არ არის, ის გალე დაიწვა ისა და ეს სხვა არის. ვაი, ჩვენ და თუ ჩრდილოკორეა ვართ უბრალოდ. ჩვენ არა ვართ, არა, ეგენი არიან. აი მე. იქ გაყოფილები მაინც არიან, კაცო. გაგერ შენ სადარბაზოს მეორე მხარეს ცხოვრობ, ჩრდილოკორეელი. რომელიც შეიძლება გამოვიდეს და უფლის სახელით აგური ჩაგარტყას თავში. აბა. ესე იგი მეორედ მოსვლაზე მაცხოვარს კითხეს, როდის მე არ ვიცი, მამაჩემმა იცი, ამათმა იციან, როდის იქნება მეორედ. არა, ამათ ყველაფერი. დავით აღმაშენებელი იყო მესიის მახვილი და მართლა იყო. ესენი არიან მესიის აგურები. უფლის ნება გამოიცნეს, კაცო. ბიძინა არის დიდი ქრისტიანი, კაცო, ვეფხისტყაოსნის გაგრძელებასზე. და ნიცშეს დებატე. ნიცშემ მოთხარა ძირფელ კათოლიკურმა ეკლესიამ ხელი აწია ნიცშესთან დაანებეს, რომ ამან დაამარცხა ჭადო მიწაში. ნუ ეს ნუ რა ვიცი რა ყველაზე რთული საკამათოდ არის უძიგნური კაცი. ნახევრად განათლებული. კი, ვერაფერს არა, განათლებული კიდე არა უარესია. მე უციგნური რომელსაც გონია რომ რაღაც აი მე კაი სასაცილოა ხო, მაგრამ ის რაღაც რო იცის, ანუ ადრე მოდიოდა იქიდან წის წაიკითხავდა და ზერდად ეხლა ჩამოსკროლავს TikTok-ზე და Facebook-ით გაწვდეს.